გამორჩეული სტუმრით ვიწყებთ დღევანდელ გადაცემას. გთხოვთ შეეგებოთ საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ზურაბ კახაბრიშვილი. ობდანი ზურაბ ბატონო. ზურაბ ბატონო, მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ადამიანო. პირველ რიგში მინდა მოგილოცო, იმიტომ რომ რაც ეხება სპორტს, იქ მედიცინის როლი რაც დრო გადის, მოგეხსენებათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სპორტში იმდენი წარმატება გვაქვს, უბრალოდ რო ჩამოვთვალოთ მარტო ბოლო პერიოდში, ალბათ ჩვენი გადაცემა არ ეყოფა და ამიტომ პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრა და მოგილოცო ყველა ეს წარმატებები, რომელიც ჩვენ სპორტში გვაქვს. და მე ის მიხარია, რომ ამ წარმატებასთან ზუსტად იმდენი ახალგაზრდა გავზარდეთ, რომ ყველა გუნდს უკვე გამორჩეული ექიმებიც აყავს და მე ამით ვამაყობ. ყველა აღნიშნავს ფათაშორის აი ამ მართლაც მამულიშვილურ საქმეში ჩემო ზურა შენს განსაკუთრებულ როლს და ესეც გამორჩეულად მიხარია, მაგრამ თან შენ ყველაფერთან ერთად ხარ ხალისით სავსე ადამიანი და ამიტომაც უხარია ყველა შენი სტუმრობა და ჩვენი შოუ იცი რომ შენთვის მართლა სახლივით არის და განსაკუთრებულად გელოდებით ხოლმე. რა მინდა იცი კითხო, მოთამაშე მწვრთნელი გამიგია და აი თარო ექიმი იყოს და თან მწვრთნელი შენს გარდა თუ ვინმე არსებობს მითხარ, იმიტომ რომ შენ თან დამსახურებული მწვრთნელი ხარ უამრავ რეგელიასთან ერთად. თქო, ჯერ მწვრთნელობი დავიწყე, მერე საჯი გავხდი 98-ზე მერე დავიწყე მედიცინა. პირველად მწვრთნელი ვიყავი. სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი ბრძანდები და ზუსტად ამ მიმართულებით მინდა კითხო. აი ახლა ჩვენმა ნაკრებმა წარმატებას რომ მიაღწია ჭადრა კრივში. ახლა მითხარი იმათ რომელი ექიმი გააყოლე მოჭადრაკეების თუ მოკრივეების. იქ ფსიქოლოგები უფრო ჭირდებათ. ფსიქოლოგი ექიმი. სხვა სპეციფიკაა. ნუ კრივი ახლა ვიცი, კრივი მაგრამ მიყვარს. სხვა შორის მაქსიმალურად ვცდილობ რომ დავესწრო და ეხლაც იყო იქ ლენოქს ლუისი ჩამოსული და ფოტო ვნახე შენი ლენოქს ლუისთან ერთად. ფედერაცია ჩემი მეგობრები არის და ბაკა გოგიტიძე დამეკავშირდა და აწონვა და სამედიცინო კონტროლი ჩავატარე. ღამეს მივფრინავდი, კი მინდოდა ჩხუბები, კარგად იჩხუბე ჩვევა ბიჭებმა, წარმატებულა და ლენოქსთან ახლა იქ სურათის გადა ერთად ვიყავი სასწორზე და კითხე იქ ტაისონთან იმაში მიმართებაში და გაიხსენო, რომ ისე კარგად მოიხსენე როგორც მეგობარი და როგორც კარგი სპარინგი. გამიხარდა. უამრავ ცნობილ ადამიანთან ერთად ყოფილ ხარ, გამოსულ ხარ, იცნობ. აი მითხარი, გარდა ჩვენი ლეგენდარული ხალხისა, რომელზეც ცოტა ხანში შეგეკითხები. აი უცხოელებიდან ვინ დატოვა შენზე შთაბეჭდილება და ჩვენი ჭკუისა, ანუ ხალისით გამორჩეული რომელია? რა არის, იაპონელები არიან ეგრე. აი უარს არ გეუბნებიან, მე მით უმეტე რაღაცა მაგერი გვანან ჩვენ. აი ყველა ხა არ მინდა იამასიტა და დაწყებული და უშევ ონოთი დამთავრებული ღვინო საჩუქრად ხო იცი რომ ეხა ურთიერთობა მაგით იწყება რა რაღაცა ის ქართული ჭურჭხელა ღვინო და სურათის გადაღება ისტორია დაპატიჟება მე არ იცი ითიქცეს პატივი და არიან რაღაც ესე და აი ეგეთი ხალხია ყველაზე ისეთი რა თუმცა ევროპელებიც ხა ძალიან და ალბათ მე გეტყვით ყველაზე ისეთი არის აი ეს კუბელი ხუგძის ოლიმპიური ჩემპიონი როდრიგესი კი, ოქროგაცი, რო ისვერებს მთელი ციკლი და გამოდის და ოლიმპიადას იგებს. მე და პეტრიაშვილმა ერთხელ ისე დავათვრეთ, ეგა. აი მაშინ უნდა ეჭიდავა, ვისაც უნდა მე მეც მომეგო. ლოპესი, ხო გვარა, ლოპესი კი. მაგარია, როდრიგო ლოპესი, მაგარი კაცია ლოპესი და სხვა შორის დადისხობ, ეხა უკვე როგორც ის ამბასადორები დაარქვეს, ეს ელჩები არიან, დადისხობი შეიძლება, მაგრამ რა მოუვა თავში, რო დამოვიდეს კიდევ მოიგებს ალბათ. იგი რო გადაწყვეტოს. ხო რა. ერთი პრობლემა აქვს, ვიღაცა იღებს ლიცენზია და მე ეს გამოდის და ჭიდაობს ხოლმე კუბის სახელით. აი ჭიდაობაში ეგეთი ლოპესი იყო. არა, ნუ ლეგენდა. ჭიდაობაში კი არა, ფაქტურად ისტორია და წერა. ისტორია რა თქმა უნდა. ბევრს აქვს, ბევრი მედლები ახლა ფელპსებს და ეგ ლატინინას და იმას, მაგრამ ხუთ სხვადასხვა ოლიმპიადაზე არა საოცრებაა. გადაასვი კი იაპონელი გოგო იყო და იმას აჯობა. შენ როგორც საქართველოს ნაკრების მთავარმა ექიმმა თუ მიულოცე სომხეთის ნაკრების მთავარ ექიმს ლალაიანი რო გახდა ჩემპიონი. ლალაიანს მაშინ შარშა ბაჰრეინშიც უკვე უთხარი რომ ამას იყო ეშინოდათ კიდევ ეგონათ რომ ლაშაკი გახდა დეპუტატი მაგრამ გამოვაო და მაშინ უთხარი რომ არ გამოდის მეთქი და სოფლიო რომ მოიგო შარშა პირველად ცოტა გაუჭირდა კი და მირანელმა აყრაში აჯობა მაგრამ მიულოცე. კაი ბიჭია, სხვა შორის, ოღონდ მარტო სომხურად ლაპარაკობზე, ახლა ვცდილობ რომ რაღაც ქართული გიმნი ხო ასწავლეთ. და მარტო გიმნი ხო არ არის საკმარისი. და გვინდა რომ რაღაცა სავატარე შეუცვალოთ გენაცვალეთი და ასე შემდეგ. მინასიანი ვერ მოვარჯულეთ, ხო ეს? ეგ დარჩა მერცხლის ბიჭუნად. ერთხელ კითხე, როდესაც აი სტუმრობის გრაფიკს ვადგენდით და
რომ მომიყევი იმ თვეში რამდენი გადაფრენა ქონდა აქედან ჩილე, მერე ინდონეზია, მერე ამერიკის ერთებული შტატები, ახალი ზელანდია და ესე იგი როგორ უხარია როდესაც თბილისში ტურნირი ტარდება და აქ რო ჩამოდიხარ შენიანებს. სახში უფრო უხარია დედაჩემს. იმიტომ რომ აი აღარ იცი მე ვეუბნები რომ რაღაცას რა დაგახვედრო და მე ვთქვი რავი რაღაცა შენებური მეთქი რატო იმიტომ რომ ლაუნჯებში უფრო მეტ ჭარბჭამ საჭმეს წლის განმავლობაში ვიდრე სახში რა და უხარია და რაღაცას მომახვედრებს ყველაზე ბედნიერი დედაჩემია მაგ დროს. მოვიკითხავ აქედან დიდი პატივისცემით რა შეეხება შენს სპორტულ კონდიციას, ბრიუს ვილის არ აყავს ამდენი გადარჩენილი ადამიანი, შენ რო ყავს რეალურ ცხოვრებაში, ის ფილმში აღერღებს ხოლმე მაგას პერსონაჟების პოზიციიდან და მითხარი ბოლოს ხო არ გადაგირჩენია ვინმე? კი, იყო ეხა ინდონეზიაშიც სამბოზე, ხო იცი, კომბატ სამბოა, ჩხუბებია და ძალიან უკავუტე სერიოზულად რა. უზბეკი იყო და ყმამოწყდა და ნუ იქვე ცხვირი ცალკე ერცდა იმას და ნუ იმ წუთში შეიძლება რაღაც გიჟობების გაკეთება და ამ გაჟობებს ვაკეთებთ რა. და ისე მარტივად კეთდება, ნუ ეხა იქ ყავს ხოლმე ეხა ჩემი ექიმები ძალიან არიან, რომლებიც მეხوارებიან და ვაკეთები და ყიშასოს რაღაცას რაღაც მომენტს თბილზე ესე ვთქვა, ხო იცი და მე რო უშვებ კონტროლზე უკვე მიხარია რომ ის საქმე მართლა კარგად გავაკეთე და იმათი სახეებს რო უყურებ, ნუ გიждები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იმათ უნდა დაჯდომო და რაღაც დაზღვევას, თანხა რაღაც და მას უკეთებ ისე რა. მეგობრულად. ამ ყველაფერთან ერთად შენ ხარ შინებულ ფორმაში, სპორტულ ფორმაში და არა მარტო ძალისმიერ სახეობებში ამტკიცებ ამას, არამედ ისეთ დინამიურ სახეობაში სპორტისა, როგორც არის ფეხბურთი, იმიტომ რომ სულ იგებ ხოლმე და მითხარი ერთი რა ტაქტიკა გაქვს ეგეთი. სპორტმა ჟურნალისტებმა ჩაატარეს თავიანთი დღეს კვირეული იყო ფეხბურთის ბაჩოსთასი იყო ფეხბურთში და ნუ მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენც მიგვიღო ჟურნალისტებთან ერთად. 5 გუნდი იყო, აღარ ჩამოთვლი ხარ, არ იფიქრობ, თუმცა ძალიან ცნობილი გუნდების გაზეთები და ტელევიზიებიდან და ნუ გუნდი ხუნა გამეკეთებინა და ხა ჩემი ცოტა წონა უნდა დამეგდო, ფორმაში და შედრო ცოტა იყო. ნუ გადავწყვიტე ხა ვინ უნდა დავაყე, გუჯაჯიანი ლაშა, თავარი წველი ძიუდოსი, ტატო გრიგალაშვილი გუნდის კაპიტანი, რომ ყველაზე ავტორიტეტი ან მოძრავი და რაღაცა და თელია ძიუდოს ექიმი ჩემი ფეხბურთელი იყო ადრე და ჭინჭარაული ხუმჭირდებოდა ვიღაცა მოედანზე ყასაბი არის ისეთი ჩამშრელი. ანუ ისინი დარბოდა და მე ვიდექი კარებთან და იქ მე კარებდა გამქონდა გოლები რა. კარგი გამოვიდა, გამიხარდა, იმიტომ რომ მართლა შეძიმის მერე ვიყავი სოფლიოს მერე და რო იგებდა რაღაცა სხვანაირი განმუხტვარი ტატოსთვისაც ამდენი ვერცხლის მერე ოქრო რო ავიღეთ უკვე ეს მომწა და დევიზი ქონდა ესეთი დაგმარხავთ მოედანზე მეუბნები მეულასავი არა არ დაცვა არა ყველაფერს მიხედეთ ოღონდ მოგვეგო რა მართლა კარგად ვიყავით მოტივირებული ძალიან გამიხარდა რომ შევძელით ბოლომდე პირველი თამაში გამიჭირდა მაგრამ მე გავიხსენდი და ეს მოგება რომელიც თქვენი ასე ვთქვათ ხშირი თამდებია მაგრამ შენ ის გაიხსენე ჩემო ძმაო რიო დე ჟანეიროში რა მოხდა აი უკვე იქ ეხა იქ ოქროები ავიღე ძალოსნობაში და ჭიდაობაში და ხო უკვე მთავარი საქმე გაკეთებული ხონდა ციტრო ეხა ხო არის აი განათება აი ის არის დარბაზია ხო და ჩვენ ცხოვრობთ სადღაც მე-11 მე-12 სართულზე და პირველ სართულზე ქონდა ოფისი სადაც იდგა ეს ჩამთველი აი რუბილნიკი რო ქვია რა და ეს ანათებდა ამ სტადიონს რავი რატო გააკეთეს ესე არ ვიცი მაგრამ იქ იყო ეს ოფისი ხო და რომ მოგვინდებოდა თამაში თუ გადავიხედავ და ვიღაცები თამაშობდნენ გამორთავდი და შეკერი ვარ იყო იმათ მახვარისოდეს საერთოდ წავიდოდი გავანთებდი ჩავიდოდი და ვთამაშობდით რა სხვა შეიძლება ძალიან კაი გუნდი ყავდა რა ეხა ბოლო დღემდე ტალახაძეს არ ვათამაშებით ხო ტალახაძე ფეხბურთს ძალიან კარგად თამაშობს კარგად თამაშობს ძველები კი მე ასანი და ჭიჭარო კი თამაშობდა კიდეც ხო და თამაშობდი და ხან ვიღა მახსოვს რომ ხორვატებს მოუგეთ იქ წყალბურთელებს მოკრივეებს მოუგეთ იტალიელებს ეს ოლიმპიურ სოფელში ხდება ხო? ოლიმპიურ სოფელში ხო ეხა სოფლის სახლები ხო და შუაში იყო ეს მოედანი რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. ვიგეთ და მოვიდა ეს ბოლო დღეები ეხა მაგრამ ამ თამაშების პერიოდში იმდენად აზარტულად მიდიოდა ეს ყველაფერი და აი რაღაც ყიჟინა და რაღაცა რომ სულ ესწრებოდა ხალხი რა ეხა ოლიმპიურ სოფელში ადვილის შესამჩნევია ეხა ვისაც აცვია ქვეყნის მაისური ესე იგი რომელი ქვეყანას წავა მარტივი მაგრამ კიდევ იყვნენ ყვითელ ხამწვანე ფორმაში აი ესე დაღლილი სახეებით ახალგაზრდა ბიჭები რა ხან ფეხშველები იყვნენ ხან რაღაც ლოკვანცებით ხან რაღაცა ისე და უყურებდნენ ამ თამაშებს ხოლმე და ესე ვიყურებდნენ რავი ხა მე რა ვიცი ვინ იყვნენ ხო და ნუ მე ვარკვევდი რომ ალბათ ვალანტიორებია რომლებიც სუფთავეს იცავენ ოლიმპიურ სოფელში რა მოვიდა ბოლო დღეები და ავანთე ჩუქი აღარ ვაკრედ ვანთე ვარავინ არ არის რა და ვერ გავაკეთეთ ორი გუნდი ხო და მე ასაიდე ტალახაძე ჭინჭარაული მურცხვალა შემის ფეხბურთს კარგად თამაშობ და
დგევართ ესე რაღაცა კარებში ურტყამდა დავინახე ეს ბიჭები ისევ კარშე მოარია რა და ჩემი ძმა მეთქი ერთ ხა იქ რაღაცა და ბრაზილიურად რაღაცა დაუძახეთ რაღაც ბონუჩია რაღაცეები აქეთ იქ და ფეხბურთი გინდათ მეთქი ფუტბოლი მეთქი რაღაც და აი რო დაუწყეს ერთმანეთს გადახვედა ეგრევე პირველი მერცხალი გამახსენდა ბრიტანელები რო უყურებენ გემიდან ერთმანეთს და სულად გერიშა ხო რაღაცა უკვე ნათქვამი მაგრამ ოკეიო მეთქი ობრიგადო მოდით მადლობა დავაი დავიწყო და ტიპები რო შემოვიდნენ აი ხა ხო არ არის აქ ბურთი აი როგორც შენ არ და მე არ მინახია ბურთი არ გვინახია რო აგდეს ან რაკეთე თურმე არის ფლამენგოს გუნდი ქვიშის თამაშების ჩემპიონი ბრაზილიის მაგრამ სადღაც დისკოტეკაზე დამთვალა დასჯილები ყავ ოლიმპიურ სოფეში ათამაშა ამუშავებენ ვალანტიორებად რა ოდა ერთ ცხრიფტოს რო გვიგებე ბოლო ზალი წავიქეს და პენალი დაარტყმენ ოლიმპიური ჩემპიონი ერთი გოლი მაინც გაიტანოთ და ლაშამ დაარტყა 11 წავაგით რა ო მე ჩავეხუტე და ძალიან ისე და ფლამენგოში თუ რაღაც ჩავეშურე რა წინა გადაცემაში მამაჩები რომელნი რა შეგამოგადგებოდა ბუენოს-აირესის სახელო დაიმახსოვრეო აი ქართული გინება რამეში შეიძლება გამოგადგეს ქართული გინება აი ბრიტანეთში გამომადგა შოტლანდიაში მოკლედ ის არის ვიზა მიმთავრდება და ერთხელ ერთად ვიფრინე მე და ხეზანიშვილმა და ედინბურგი ნახე აუცილებლად თუ რა და თუ მოახერხე ბელფასტ ეს ვიზა რომ მქონდა ბრიტანეთში მეთქი ჩავალ მეთქი და ჩვენებმა რომ ვითამაშ უელს რომ მოვუგეთ იმის მერე გადავედი რამდენიმე დღე და მოკლედ ის არის ახალი წლის წინა სოფელია იქა ძალიან ლამაზად არის გაკეთებული იქაც რაღაც ტკბილეულობას თავიათ რაღაცებს ყიდიან და მე რაღაც სუვენირები შევიდა გამოვდივარ ესე და ხედავ მაღაზია არის დიდი 3XL-ია წერ აუ მეთქი რაღაც დიდი ზომებია არიქათ ზამთარი მოდის რაღაცა ეს კურტკას ავიღებ რაღაცა თბილისში ვერ შოულობ ხოლმე ჩემ ზომებს და იაპონიაში ვარ წავა ყოველთვის სუმოისტების მაღაზიაში და მოკლედ მივაჭერი და აი ეს იკეტება ეს ნახევარი საათი დარჩენია და შევედი ახალგაზრდა ბიჭია ეს რაღაც გამოწყეპილი ოდა გავიზომე ერთი არა გავიზომე და ცოტა მჭედა და მე ვთხარი პლიზ მეთქი ერთი ზომი დიდი მეთქი რაღაც და ესე ამიქნია ხელი რა აუ არ არისო არა მაქვს რა არა და მაგრამ მომეწონა ხო არის აი რაღაც აურა შეიქმნება და აუ ამის დედა მეთქი და შევიგინე რა ისე რა ზოგადი გინება როა ხოლმე რა იხა და მოეცა ერთ წამითო რა იყო მე და ქართველი ხარო ხო ჯორჯიან ხო და ბიჭო ჩემი ძმა ყოფილიყარ რა იყო მე და შოტლანდია თამაშობდა მაშინ მანამდე ჩვენთან ერთი ჯორჯია ჯგუფში იყო ევროპის ერთა ლიგაზე რაღაცაზე და თურმე არაცეს თამაშებს რა მაგარი ბიზნესმენია და ბიჭო ტრიბუნაზე ვიყავიო ყველაფერს შეგრიაგინებდო და დავიმახსოვრე მოიკითხე ოდა მოდი ჩემი ძმა შენ ჯიგარი ყოფილიყარო ეხლავი აგი აქამაკ მაღაზია 200 მეტრაშიო წავიდა 5 ზომა მომიტანა ავარჩიე კოსტუმი გასტუკები კიდე რაღაცა სადავიჯეკი რაღაც გინესის დამალევინა იქ ნუდი თავისი ისა და შენ გაიხარე მეთქი ძმაო ჯიგარიღა გადავერთე ვიგერიალდი წამოვედი ეგრე ენაცვალეშე წარმატება მინდა გისურვო შენ და ყველა ქართულ სპორტსმენს მით უმეტეს ამდენი მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმი წინ გველოდება ძვირფასო მეგობრებო ჩვენი სტუმარი გახდათ გამორჩეული პიროვნება ჩვენი დიდი მეგობარი ბატონი ზურაბ კახაბრიშვილი